დასაწყისში, როცა პირველად ჩანს შენი საქმიანობა სოციალურ ქსელებში და აუდიტორიას აჩვენებ ახალ სახეს, ყოველთვის გამოჩნდებიან ნეგატიური კომენტარების ავტორები, რომელთა მოტივაციის მთავარი წყაროა შიში. ისინი გაგაკრიტიკებენ არა იმიტომ, რომ შენი პროდუქტი ან კონტენტი ცუდია, არამედ მათ ეშინიათ გაღიანონ პირველი, სანამ ფართო მასშტაბურ აღიარებას მიიღებ. ისინი არ არიან დარწმუნებულნი, თუ მოგიწონებენ როგორ გამოჩნდებიან ასე ფართო აუდიტორიის თვალში. მოდი გასწავლი, როგორ აქციო ისინი პოზიტიურ მომხმარებლებად. გამოიყენე მეთოდი სოციალური დამოწმება. აჩვენე, რომ სხვები უკვე ენდობიან და აფასებენ შენს საქმიანობას. დადე ვიდეოები, სადაც მომხმარებელი იყენებს შენს პროდუქტს. ასევე გააზიარე რეალური შეფასებები, გამოხმაურებები. მეორე მეთოდი თამაშის ეფექტი. შექმენი პატარა საჩუქრების ან დაჯილდოების სისტემა მომხმარებლებისთვის, ვინც ჩაერთვება და დადებით ქმედებას ჩაიდენს. მოუწოდე პატარა გამოწვევისკენ. მაგალითად, გახტი მაგალითი, როგორ გაგიადვილა ცხოვრება ჩვენი პროდუქტის გამოყენებამ. და ბოლოს, გამოიყენე ეგრეთ წოდებული სტორითელინგის მეთოდი. მოყევი რეალური ისტორია სკეპტიკურად განწყობილი კომენტარებიდან კმაყოფილ მომხმარებლამდე. არ შეშინდეთ, აჩვენეთ აუდიტორიას, რომ თქვენი საქმიანობა მართლაც შედეგიანია და ბრენდი იმსახურებს აღიარებას.